რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. მოგესალმებით. ეთერშია რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. მე გახლავართ დავით ოყუჯავა, მუზეუმის ხელმძღვანელი. პროექტის მიზანია საზოგადოებას გააცნოს მუზეუმში დაცული ექსპონატები და ისტორიები, რომელსაც მუზეუმი მრავლად ინახავს. დღევანდელი გადაცემა მუზეუმის რარიტეტულ წიგნების ფონდში დაცულ ძვირფას მუსიკალურ კოლექციას მიეძღვნება. თემაზე იმუშავა მუზეუმის საბიბლიოთეკო ფონდის მცველმა დალი გულხადარაშვილმა. ქალბატონმა დალიმ ფართო საზოგადოებისათვის უცნობ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოუყარა თავის საკუთარ სტატიაში. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ სტატია მიმდინარე დღესასწაულებს ძალიან კარგად ეხმიანება. საქართველოს ყველა ქალბატონს მინდა მიულოცო დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე. დღევანდელ გადაცემაში ქართველი ქალების შესახებ ბევრს ვისაუბრებთ. უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაუხადო მუზეუმის საბიბლიოთეკო ფონდის მცველს დალი გულხადარაშვილს საინტერესო და მნიშვნელოვანი სტატიის მომზადებისათვის. ჩვენი გადაცემის ერთგულ მსმენელს მოეხსენება, რომ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ბიბლიოთეკაში გარდა უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონებისა, სამეცნიერო, მემუარული და მხატვრული ლიტერატურისა დაცულია ევროპული კლასიკური მუსიკის საგანძური. აქ ინახება მე-17-მე-19 საუკუნეების დასავლეთ ევროპის, ავსტრიელი, გერმანელი, ფრანგი, იტალიელი კომპოზიტორების საოპერო და საბალეტო სპექტაკლების, რომანსებისა და საფორტეპიანო ნაწარმოებების, საეკლესიო საგალობლების კლავირები, 200-ზე მეტი კომპოზიტორის 1000-ზე მეტი მუსიკალური ნაწარმოები. ბავშვობიდან მუსიკასა და ცეკვაზე შეყვარებული სამეგრელოს უკანასკნელი დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე დადიანი რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში იძენდა საოპერო და საფორტეპიანო ნაწარმოებების კლავირებს. დედის დაწყებული საქმე გააგრძელა უფროსმა შვილმა ნიკომ და მისმა მეუღლემ მერი ადლერბერგმა. ნოტების დიდი ნაწილი შეძენილია პეტერბურგში, ნევის პროსპექტზე, იოგანსენის მუსიკალურ მაღაზიაში, ნაწილი კი პარიზში. კლავირები ნიკომ სპეციალური შეკვეთით ჩაასმევინა ძვირფას, ტყავგადაკრულ მუყაოს ყდებში. წიგნების ყუას ამშვენებს ოქროსფერი წარწერა ავტორის გვარისა და სათაურის შესახებ. დამშვენებულია სამეგრელოს სამთავრო გვირგვინითა და მონოგრამით N.M. ნიკო მენგრელსკი. დადიანების სასახლეთა მუზეუმის მუსიკალურ საგანძურში ინახება იოჰან სებასტიან ბახის ვარიაციები, ინგლისური სიუიტა, ფრანგული სიუიტა, ფანტაზია და ფუგა, იტალიური კონცერტი, კომპოზიციები ფორტეპიანოსათვის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სონატები, კონცერტი და ფანტაზია, ვარიაციები ფორტეპიანოსთვის, ოპერა ფიდელიო, ერთადერთი ოპერა ბეთჰოვენის შემოქმედებაში, ჰაიდნის სიმფონიები, სონატები, კომპოზიციები ფორტეპიანოსათვის, ჰენდელის ორატორიები, საფორტეპიანო კომპოზიციები, ფელიქს მენდელსონის ზაფხულის ღამის სიზმარი, მუსიკა შექსპირის კომედიისათვის, ანტიგონე, საეკლესიო მუსიკა გუნდისა და სოლოსათვის, კანტატა, საფორტეპიანო სოლო კონცერტები, ვოლგან ამადეუს მოცარტის ცნობილი საფორტეპიანო კონცერტები, სონატები, ვარიაციები, ოპერები, დონ ჟუანი, საფორტეპიანო პარტიტურა ორი ხელისთვის, ფიგაროს ქორწინება, კაირის ბატი, ტიტუსი, ვინჩენცო ბელინის ოპერები, ნორმა, კაპულეტი და მონტეკი, პურიტანე, გაეტანო დონიცეტის ოპერები, დონ პასკუალე, დონ სებასტიანო, ელიზას სიყვარული, ლუჩია დე ლამერმური, მარია პადილა, რობერტო დე ვერიო, ჯუზეპე ვერდის აიდა, ოტელო, რიგოლეტო, დონ კარლოსი, მაკბეტი, ნაბუქოდონოსორი, რიხარდ ვაგნერის ტრისტანი და იზოლდა, პოლ ლაკომის ოპერები, ჟან, ჟანეტ და ჟანეტო, ლამაზი ნილოლა, სატურნელები, აიმონის 4 ქალიშვილი, გულუბრყილო ქალბატონი, ქალბატონი ასმოლი, ზობა, ვალსების მეფედ უწოდებულ ავსტრიელ კომპოზიტორს იოჰან შტრაუს, ნიკო დადიანი რუსეთში მოგზაურობის დროს პავლოვსკში 1859 წლის 14 ივლისს გაუცნია, სადაც იგი თავის ორკესტრთან ერთად იყო ჩამოსული და პავლოვსკის საზაფხულო საკონცერტო დარბაზში კონცერტებს მართავდა. კონცერტებს ესწრებოდა დედოფალი ეკატერინე დადიანი, შვილთან ნიკოსთან და დიმიტრი ყიფიანთან ერთად. დედოფალი ახთოვანებული იყო დიდი მაესტროს შემოქმედებით. 12 წლის ნიკოს დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია კომპოზიტორზე. კომპოზიტორს მისთვის თავისი შემოქმედების ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები მიუძღვნია და ნიკო პოლკა უწოდებია. დადიანების ბიბლიოთეკამ მსოფლიო მუსიკალურ საზოგადოებას შემოუნახა ისეთი საოპერო ნაწარმოებებიც, რომლებიც მუსიკოსებს
დაკარგულად მიაჩნდათ. მაგალითად, შეგვიძლია მოვიყვანოთ იტალიელი კომპოზიტორის გიაკომო ორიფეჩეს 4-აქტიანი ოპერა შოპენი, ლიბრეტოს ავტორი ანგიელო ორვიეტო, რომლის პრემიერაც 1901 წლის 25 ნოემბერს მილანის თეატრო ლირიკოს სცენაზე შედგა. ორიფეჩემ ოპერა პოლონელი კომპოზიტორის ფრედერიკ შოპენის ცხოვრებას მიუძღვნა. ნაწარმოებს მუსიკალურ მოტივად შოპენის მელოდიები გასდევს. ოპერა დიდი წარმატებით იდგმებოდა იტალიაში, საფრანგეთში, ავსტრიასა და პოლონეთში. 1910-11 წლებში იტალიელმა დირიჟორმა ეიხენვალდმა ოპერა შოპენის დადგმა თბილისის ოპერის თეატრში განახორციელა. 1972 წელს ჟურნალ მუსიკალნაია ჟიზნის მუსიკალური ცხოვრების პირველ ნომერში დაბეჭდილი სტატია საზოგადოებას ამცნობდა, რომ 1969 წელს ახალგაზრდა პოლონელი დირიჟორი ვლადიმერ კამირსკი ბრიუსელში შეხვდა იტალიელი კომპოზიტორის ორიფეჩის ვაჟიშვილს. მასთან საუბარში გაირკვა, რომ ოპერა შოპენის პარტიტურა, რომელიც მუსიკოსებს დაკარგულად მიაჩნდათ, ინახება ორიფეჩეს ოჯახში და კომპოზიტორის ვაჟიშვილის სიამოვნებით გადასცემს კამირსკის. ოდესღაც დაკარგული ოპერა შოპენი ნაპოვნია და მალე დაიდგმება. პირველ რიგში ნაჩვენები იქნება პოლონეთში. რა იცოდა პოლონელმა დირიჟორმა კამირსკიმ, რომ ოპერა, რომელიც დაკარგულად მიაჩნდათ, სათუთადაა დაცული ზუგდიდის მუზეუმში. გავაგრძელოთ მუსიკალური საგანძურის გაცნობა. უნდა ითქვას, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კლავირების და ლიბრეტოების გარდა დადიანების სასახლეთა მუზეუმის მუდმივ მოქმედ მემორიალურ გამოფენაში, რომლის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ინახება შარლ ლეკოკის ოპერები: დიდი კაზიმირი, მძინარე მზეთუნახავი, ქალბატონი ანგოს ქალიშვილი, ალიბაბა, ჩაის ყვავილი, ჟან ბატისტ ლულის არმინდა, კადმუსი და ჰერმიონა, ფაეტონი, ფერენც ლეჰარის ბოშას სიყვარული, მხიარული ქვრივი, ლუქსემბურგის გრაფი, სამი შეყვარებული, სავერიო მერკადანტის მედეა, ლირიკული ტრაგედია, ვირჯინია, ელიზა და კლაუდიო, ლეონორა, გიაკომო ორიფეჩეს შოპენი, მოსე, ჟაკ ოფენბახის ლამაზი ლოლიტა, მეფუნთუშე, დიდი ჰერცოგინია, პარიზული ცხოვრება, სევდის ბაღი, ყაჩაღები, ორი უსინათლო და ქართველი ქალები, ოპერა ბუფა, რომელზეც ჩვენ დაწვრილებით შევჩერდებით და საინტერესო დეტალს გაგაცნობთ ამ ოპერის შესახებ. ვისაუბრებთ ასევე მის მოკლე შინაარსზეც. მუზეუმის მუსიკალურ საგანძურში ინახება ჯაკომო პუჩინის მანონ ლესკო, ესმერალდა, ედგარი, ცეროდენა, ნიკოლ ნიკ, ჯიაკომო როსინის არმინდა, ოტელო, სემირამიდა, სევილიელი დალაქი, ვიქტორ როჯერის ჟოზეფინა დების მიერ გაყიდული სამაქტიანი ოპერა ბუფა, სამსონი, მის ნიკოლ ნიკი, კამილ სენ-სანსის ჰენრი მერვე, სამსონი და დალილა, ელენე ვერცხლის ზარი, ფრედერიკ შოპენის საფორტეპიანო ნაწარმოებების კრებული, ფრანჩესკო შუბერტის რჩეული სიმღერები, კვარტეტი, სონატები, რობერტ შუმანის სიმფონიების კრებული, იოჰან შტრაუსის დიდი ვალსების კრებული, საოპერო ნაწარმოებების დედოფალი ინდიგო, ბოშა, არონი ბოშა, სალომე, კლავირები. ყველას ჩამოთვლა უბრალოდ შეუძლებელია. ფრანგი კომპოზიტორის ჟაკ ოფენბახის, რომელიც 1819-1880 წლებში ცხოვრობდა, სამაქტიანი ოპერა ბუფას, ქართველი ქალების პრემიერა 1864 წლის 16 მარტს პარიზის თეატრ დე ბუფე პარიზიენში გაიმართა და უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად. 2019 წელს საფრანგეთში საზეიმოდ აღინიშნა დიდი ფრანგი კომპოზიტორის ჟაკ ოფენბახის დაბადებიდან 200 წლის იუბილე. ფრანგულმა ასოციაცია ლე გრუპ ლირიკმა საზოგადოებას აუწყა, რომ ხელნაწერის ორიგინალის მიხედვით შესაძლებელი გახდა ნაწარმოების ხელახლა დაბადება და საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ქართველი ქალების თანამედროვე მსოფლიო პრემიერა 2019 წლის 7 დეკემბერს პარიზის ოპერის სცენაზე გაიმართა. ლეს ჯორჯიანეს, ანუ ქართველი ქალები, ასე ჰქვია სამოქმედებიან ფრანგულ ოპერა ბუფას, მუსიკალური კომედია საყოფაცხოვრებო თემაზე, რომელიც მე-19 საუკუნის ფრანგმა კომპოზიტორმა ჟაკ ოფენბახმა შექმნა. ლიბრეტოს ავტორია ფრანგი მწერალი და დრამატურგი ჟულ მუანო. პიესის დაწერაში დახმარება გაუწია მისმა მეგობარმა, ფრანგმა მწერალმა და მოგზაურმა ალექსანდრე დიუმამ, მამამ. ალექსანდრე დიუმამ 1858-59 წლებში იმოგზაურა კავკასიაში. გაეცნო საქართველოს ყველა კუთხეს, თბილისშიც თვენახევარი დარჩა. კარგად შეისწავლა თბილისური ცხოვრება, განსაკუთრებით გოგირდის აბანოებმა მოხიბლა და მისი ხშირი სტუმარიც გახდა. დიუმამ მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მიუძღვნა წიგნი კავკასია. გოგირდის აბანოების სამკურნალო თვისებებზე პიესის სცენაშიც გაამახვილა ყურადღება. ოპერეტის მეორე აქტის პირველ სცენაში არის ერთი საყურადღებო მომენტი. მტერთან ბრძოლაში დაჭრილი დასახიჩრებულ და უკან მობრუნებულ ქმრებს ქალები გოგირდის აბანოში აგზავნიან სამკურნალოდ. წარწერაც კი ფიგურირებს. აქ ჩვენ წყლით ვმკურნალობთ. სავარაუდოდ ეს პასაჟი ნაწარმოებში დიუმას გავლენით შევიდა. პიესის მთავარ მოქმედ გმირებსაც საქართველოში გავრცელებული მათთან მიმსგავსებული სახელები ჰქვიათ: ნანი, მელანი, მირზა,
ფატიმე და სხვა. ოპერა ქართველი ქალები. პრემიერა პარიზის თეატრე დე ბუფე პარიზიენში 1864 წლის 16 მარტს გაიმართა. სპექტაკლს უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად. ორკესტრს ეჟენ პროსპერ პრევო დირიჟორობდა. პირველი წარმოდგენიდან 4 დღის შემდეგ 20 მარტს გაზეთში Revue et Gazette Musical de Paris გამოქვეყნებული რეცენზიის თანახმად ქართველი ქალების პრემიერას ალექსანდრე დიუმაც ესწრებოდა და აქტიურად გულშემატკივრობდა. 1864 წელს ქართველი ქალების პარიზული პრემიერიდან რამოდენიმე თვეში მისი პირველი უცხოური პრემიერა ვენაში, ავსტრია, კარლ თეატრში ამავე წლის 5 ოქტომბერს გაიმართა. ნაწარმოები იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ მისი ზოგიერთი ნომერი ვენის საცეკვაო სალონებმა თავიანთ რეპერტუარში შეიტანეს. აღსანიშნავია, რომ პრემიერას ესწრებოდა ვალსების მეფედ წოდებული სახელგანთქმული ავსტრიელი კომპოზიტორის იოჰან შტრაუსის მეორეს უმცროსი ძმა იოზეფ შტრაუსი. იგი იმდენად მოიხიბლა ქართველი ქალების მუსიკით, რომ საჩქაროდ დაამუშავა ერთ-ერთი ეპიზოდი, კადრილი, რომელიც პირველად 1864 წლის 9 ოქტომბერს შესრულდა დიანა ზაალში, ვენა. გამართულ კონცერტზე და ამ დროიდან მოყოლებული ეს კომპოზიცია შტრაუსის ორკესტრის რეპერტუარის განუყოფელი ნაწილი გახდა. 1865 წლის 14 თებერვალს ქართველი ქალების უნგრულ ენაზე ადაპტირებული პრემიერა ბუდაპეშტის თეატრ ბუდაი ნეფსინჰაზის სცენაზე გაიმართა. ამავე წლის 15 ივლისს კი თეატრმა ბუდაი სინკორმა გერმანული ვერსიის პრემიერას უმასპინძლა. 1865 წლის თებერვლის ბოლოს ქართველი ქალების პრემიერა ბერლინში გაიმართა. 1867 წლის 15 თებერვალს კი ოპერა ბუფას პრემიერა რუსეთში, მოსკოვის დიდ თეატრში შედგა. 1867 წლის 16 ივნისს ნაწარმოები სანქტ-პეტერბურგში უჩვენეს, ხოლო ამავე წლის აგვისტოში პერიოდული გამოცემა Revue et Gazette Musical de Paris იუწყება, რომ იგი საუცხოოდ მიიღეს გერმანიის ქალაქ ბრესლაუში. 1868 წელს ქართველი ქალების პრემიერა ბრიუსელში, სენტ-იუბერის სამეფო გალერეათა თეატრის სცენაზე გაიმართა. პრესა სპექტაკლის ტრიუმფალურ წარმატებაზე წერდა. 1869 წლის ოქტომბერს ოპერა ბუფა წარმოადგინეს მადრიდში. 1871 წელს ქართველი ქალები გასცდა ევროპის საზღვრებს და მისი ოკეანის მიღმა პრემიერა აშიშის ნიუ-იორკის გრანდ ოპერა ჰაუსში მოეწყო. მთავარი მოქმედი გმირი ქალის ფეროზას როლს ცნობილი ფრანგი სოპრანო მარი ემე ასრულებდა. ოვაციები არ ცხრებოდა. ასეთივე წარმატებული იყო ნიუ-იორკის 1873-74 წლების პრემიერებიც. სპექტაკლი იმითაც არის გამორჩეული, რომ სცენაზე სპილო გამოიყვანეს. პრესაში მისი სახელიც არის მითითებული. ნიუ-იორკ ჰერალდი წერს, რომ სპილოს იუსეფი ერქვა. ნაწარმოებს გაზეთი შემდეგი ეპითეტებით მოიხსენიებს: ოფენბახის შედევრი, ბრწყინვალე სცენარი, პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში, სრულიად ორიგინალური მუსიკა, გამაოგნებელი სანახაობა, დიდი სენსაცია. გაზეთი ასევე წერდა, რომ სპექტაკლში მსოფლიოში აღიარებული 10 საუკეთესო პრიმა ბალერინა მონაწილეობდა. მაყურებელი აღფრთოვანებული იყო. აშიშში ოპერა ბუფა 100-ზე მეტჯერ დაიდგა და ყოველ ჯერზე უზარმაზარი წარმატებით სარგებლობდა. 1875 წლის 2 ოქტომბერს ქართველი ქალები ინგლისს ეწვია. მისი პრემიერა ლონდონში, ინსლინგტონის ფილარმონიული თეატრის სცენაზე გაიმართა. ეს იყო უილსონის მიერ ოფენბახის ნაწარმოების ინგლისურ ენაზე ადაპტირებული ვერსია, სადაც მთავარ როლებს როუზ ბელი, ფეროზა, კარლოტა ზერბინი, ნანი და რიჩარდ ტემპლი, როდოდენდრონი ასრულებდნენ. წარმატებული სპექტაკლები ლონდონის თეატრში ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მსოფლიო სცენებზე ქართველი ქალების უდიდესი წარმატებისა და ტრიუმფალური პრემიერების შემდეგ ბუნებრივია იბადება კითხვა: დაიდგა თუ არა ის თავად ამ ქალების სამშობლოში? რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, მისი პრემიერა საქართველოშიც შედგა. ოფენბახის ქართველი ქალების მუსიკა თბილისის საოპერო თეატრის 1877-78 წლების სეზონზე გაჟღერდა. მოგეხსენებათ, ამ დროისათვის თბილისის ოპერის პირველი უნიკალური შენობა, რომელიც 1851 წელს გაიხსნა, დამწვარი იყო. ხანძარი 1874 წლის 11 ოქტომბერს მოხდა და წარმოდგენები ძირითადი შენობის აგებამდე ალბერტ ზალცმანის მიერ დაპროექტებულ ეგრეთ წოდებულ საზაფხულო თეატრში მიმდინარეობდა. ქართველი ქალების პრემიერაც სწორედ აქ გაიმართა. ამრიგად, მე-19 საუკუნეშივე თბილისის მაღალ საზოგადოებას წილად ხვდა პატივი მშობლიურ გარემოში ეხილა და მოესმინა ოფენბახის ქართველი ქალები, რომელსაც ევროპული და ამერიკული საზოგადოება უკვე კარგად იცნობდა. მუსიკისა და თეატრის კრიტიკოსი ფრანგი ჟურნალისტი ბენუა ჟუენი ოფენბახის მუსიკას დიდ შეფასებას აძლევდა და გაზეთ ლე ფიგაროში წერდა: ამ საოპერო წარმოდგენაში უამრავი მუსიკა ჟღერს, რომელიც ფეხებს აგიცეკვებს, თავს გაგაქნევინებს და მოწონების ნიშნად სახეზე მოგურილი ღიმილი თითქოს
ასრულებს ბედნიერად დაწყებულ მელოდიას. ეს ოფენბახის ტრიუმფია. ეს არის მისი ორიგინალურობა და ამაში მას ბადალი არ ჰყავს. სპექტაკლი ქართველი ქალები გამოირჩევა უაღრესად მდიდრული დეკორაციებით, კოსტიუმებითა და სცენოგრაფიით. ქართველი ქალების მოკლე შინაარსი. ნაწარმოებში მოქმედების დრო 1700 წელია. ოსმალეთის უძლეველი სულთანი გადაწყვეტს თავისი ჰარამხანა ლამაზი ქალებით შეავსოს. სულთანი ქალაქ ჯეგანისკენ ფაშა როდოდენდრონს აგზავნის 32 სპილოსა და ამდენივე თავზე ხელაღებულ მეომართან ერთად. ფაშა როდოდენდრონი ამბობს, ეს პატარა ქალაქი იმიტომ ავირჩიე, რომ განთქმულია ყველაზე ლამაზი ქალებით, რომელსაც სულელი კაცები ჰყავთო. ამიტომ მშვენიერ ქალებს ადვილად მოვიპოვებ. როცა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შეიტყობენ, ქართველებს რთველი აქვთ გაჩაღებული. სიმღერით კრეფენ ყურძენს და ხოტბას ასხავენ ბარაქიან მოსავალს. მტერთან საომრად 150 მამაკაცი გაეშურება. გზად შიში დაეუფლებათ. თუმცა მოწინააღმდეგენიც შიშით არიან შეპყრობილნი. ქართველი მამაკაცები მტერთან შებრძოლებას თავს აარიდებენ. ერთ-ერთ მათგანს ჭურვი აუფეთქდება ბანაკში და დასახიჩრებულები უკან დაბრუნდებიან. ვიდრე ციხესიმაგრემდე მიაღწევენ, გზაში საკუთარი თავის ქება დიდებასა და ტრაბახს მოყვებიან. ცდილობენ თავი ისე წარმოაჩინონ, თითქოს ბრძოლა გამოიარეს და ყველანი სასტიკ შეტაკებაში დაშავდნენ. ქალებს დახეიბრებული ქმრების დანახვაზე გული აუჩუყდებათ, ალაყაფის კარს გაუღებენ და შიგნით შემოუშვებენ. ძალაუფლებას თავიანთ თავზე აიღებენ. ქალთა მთავრობას ჩამოაყალიბებენ და მთავარ სარდლად ფეროზას აირჩევენ. აბჯარს ჩაიცმევენ და ხელში იარაღს მოიმარჯვებენ. მამაკაცებს კი ლაზარეთში გაამწესებენ და აბანოში ცხელი წყლის აბაზანებითა და ბალახეული ჩაით მკურნალობას დაუწყებენ. კაცები ჭირვეულობენ, ჩაის მას ღვინო ურჩევნიათ, მაგრამ ხმას ვერ იღებენ. განრისხებული კბილებამდე შეიარაღებული ქალების შიშით. ფეროზას ქმარი ჯოლიდინი ამბობს, კურდღლებივით დაგხოცავენ. ამასობაში ფაშა როდოდენდრონი ჭკუას იხმობს. თავის რას გადამალავს. მებარაბნის ტანსაცმელს გადაიცმავს და შეიპარება ქალაქში. უცაბედად საქართველოში გადმოხვეწილ ორ თანამემამულეს საჭურის ბობოლასა და მის ხელქვეითს გადაეყრება. ეუბნება, ერთი ქართველი გუშაგის მოსყიდვა მინდოდა 3 რუპიად, მაგრამ იმ უარგისმა თავისი ერთგულება არ გაყიდაო. ბობოლი პასუხობს, ამ ქვეყანაში ყველა კაცი რკინისაა, თუმცა სინდისი ბრინჯაოსი აქვთო. ისინი არასოდეს ღალატობენ თავიანთი მოვალეობებს, იქამდე, ვიდრე 5 რუპიას არ შესთავაზებ. როდოდენდრონი საკუთარ ზრახვებს გაუმხელს თანამემამულეებს და დაითანხმებს, რომ გეგმის განხორციელებაში დაეხმარონ. აუკრძალავს თავისი სახელისა და რეგალიების ხსენებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ვინაობის გამხელით აემუქრა, რომ ოდესღაც ჰარამხანის მცველად ემსახურებოდნენ მას. ბობოლის მეშვეობით ფაშა მოახერხებს ფეროზასთან შეხვედრას, რომელსაც ორი დამხმარე ქალი ყავს, ნანი და ზაიდა. აუდიენციისას ცფიერი ოსმალო ვერ დამალავს აღთოვანებას მთავარსარდალი ქალის მომნუსხველი სილამაზის გამო. თავს სულთნის მოღალატედ გაასაღებს, ენაწყლიანი ცრუ საუბრით ცდილობს ფეროზა შეცდომაში შეიყვანოს და ქალაქიდან გაიტყუოს, მაგრამ ფეროზას ეჭვი შეეპარება და არ დაუჯერებს. როდოდენდრონს თავისუფლად წასვლის საშუალებას აღარ მისცემს და ქალთა არმიაში ტამბულ მაჟორად მთავარ მებარაბნედ გაამწესებს. საჭურის ბობოლასა და მის ლაქიას კი თავიანთი ქმრების მოვლას დაავალებენ. ქართველი ქალები მტერთან საბრძოლველად ემზადებიან. ფაშას ძველი ტანსაცმლის ჯიბეში ქალაქის რუკას იპოვიან და მიხვდებიან სინამდვილეში ვინც არის. ფეროზა ნადიმს გამართავს, ფაშას ღვინით დაათრობს და სიმთვრალეში მზაკრული ზრახვის შესახებ წამოაცდენინებს. ამაში ქართველი ქალის იშვიათი სილამაზიც დაეხმარება. მთავარსარდალი ფეროზა სამხედრო საბჭოს შეკრებს და ფაშას სიკვდილით დასჯის განაჩენს გამოუტანენ. ქალები იმასაც შეიტყობენ, რომ თავიანთ ქმრებს მტერთან არ უბრძოლიათ და ყველას ქალაქიდან გაყრიან. თუმცა ასე დიდხანს არ გასტანს. ბოშების ტანსაცმელში გადაცმული მამაკაცები მოახერხებენ უკან შემოსვლას. ფაშა როდოდენდრონის გადამალული ჯარისკაცებიც შემოაღწევენ ქალაქში. როდოდენდრონი ბობოლის მოსყიდვას ცდილობს და ისიც ჰპირდება ხელშეწყობას, მაგრამ უთანხმეობა მოუვათ ნანის სიყვარულის გამო. განაწყენებული ბობოლი უღალატებს როდოდენდრონს და ქართველების ხარეს გადავა. დაეხმარება იარაღის ხელში ჩაგდებაში. შეიარაღებულები გადამწყვეტ ბრძოლას გააჩაღებენ და გამარჯვებული ქართველი მამაკაცები მტერს უკუაქცევენ. ამგვარი საქციელით ქმრები თავიანთი ცოლების გულებს მოიგებენ და მათ თვალში ძველებურ რეპუტაციას დაიბრუნებენ. ქართველი ქალებიც უკან მიიღებენ ქმრებს და ძალაუფლებას კლავ მამაკაცებს გადაულოცავენ. ოპერა ბუფა ფეროზას ოპტიმისტური სიმღერით მთავრდება, რომელიც მომავალ მტერზეც გამარჯვების პათოსითაა გამსჭვალული. დიდება თავისუფლებას, გაუმარჯოს ქალის სიყვარულს. ასეთ უნიკალურ მუსიკალურ საგანძურს ინახავს დადიანების ბიბლიოთეკა. ვინ იცის, კიდევ რამდენ ღირსშესანიშნავ ისტორიისათვის საინტერესო საკითხს გასცემს პასუხს დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ბიბლიოთეკაში დაცული წიგნები. ამით კი გემშვიდობებით, დიდი მადლობა, რომ
გვისმენდით მომავალ შეხვედრამდე. დასასრულს კი კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მუზეუმის საბიბლიოთეკო ფონდის მცველს ქალბატონ დალი გულხადარაშვილს თემის მომზადებისათვის. დიდი მადლობა რომ გვისმენდით მომავალ შეხვედრამდე. რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას? ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე.